ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 65 მილიონამდე ლარია. მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურის დაფინანსება, ასევე კულტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ამ ჩამონათვალიდან სოციალური და ჯანდაცვის პროექტებს 6.509.000-ზე მეტი ლარი მოხმარდება. ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის კი 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სასაუბროდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. ბატონო ალექსანდრე, 2026 წლის ბიუჯეტზე მინდა გითხოთ, საბოლოო ჯამში რა პრიორიტეტებზე და როგორ არის განაწილებული 65 მილიონამდე ლარი? მოგეხსენებათ 64 მილიონია ჩვენი ბიუჯეტი, აქედან 18 მილიონია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით 6 მილიონი ნახევარი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებისთვის. აქ მოიაზრება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, ფასადური პროექტები და ჯანდაცვის და სოციალური კუთხით კიდევ გაზრდილია ახალი პაკეტები დავამატეთ სოციალურ სფეროში, შესაბამისად ვარგებთ მოსახლეობის საჭიროებებს ამ თანხებს. საინტერესოა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 18 მილიონი ლარი იხარჯება. ინფრასტრუქტურაზე როცა ვსაუბრობთ, რა არის აქ პრიორიტეტული მიმართულებები? საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყლის სისტემების განვითარება, რა კონკრეტულ პროექტებზე არის გათვალისწინებული 18 მილიონი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი? დიახ, მოგახსენებთ, ძირითადი ხარჯით ნაწილი ინფრასტრუქტურის თვის გათვალისწინებულ თანხებში მოდის საგზაო ინფრასტრუქტურაზე. გასაკვირველია წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სამუშაო გაიწია ამ კუთხით, თუმცა დარჩა გამოწვევები და ჩვენი გუნდის მიზანია ამ 4 წლის განმავლობაში სრულიად იქნას მოცული ბოლნისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის საბოლოოდ იყოს დასრულებული ყველა სამუშაო, მათ შორის სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურა და ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, ქალაქის იერსახის სრულად აღსადგენად ქვაფენილით არის მოპირკეთებული მოგეხსენებათ ბოლნისის ძირითადი ქუჩები და ჩვენ წელს ვაპირებთ დავასრულოთ საბოლოოდ ის დარჩენილი ქუჩები, რომელიც არ არის ქვაფენილით მოპირკეთებული, უკვე გაცემულია საპროექტო დავალებები და სრულად უნდა დასრულდეს ქუჩების რეაბილიტაცია. ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სასიხარულოა, რომ UEFA-ს მესამე კატეგორიის სტადიონი აშენდება ბოლნისში, უკვე საპროექტო უკვე მიმდინარეობს კონკურსი საპროექტო, გვექნება 4500 კაცზე გათვლილი, რაკეთთან ადაპტირებული სპორტული მოედანი, თავისი გარე ინფრასტრუქტურით, ასევე ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს ამჟამად და მიმდინარეობს ორი ახალი მინი სტადიონის უკვე სატენდერო გამოვა ორი ახალი მინი სტადიონი ქალაქის ტერიტორიაზე და ორი ძველი მინი სტადიონის რეკონსტრუქცია. შესაბამისად, საკმაოდ მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მასშტაბური წვრები იქნება ბოლნისის რაიონში. საკმაოდ მასშტაბური პროექტებია საერთო ჯამში დაფინანსებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან. საინტერესოა, რა პროექტებზე შეარჩეა არჩევანი მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რა მიმართულებებით დაიწყება პროექტირება, რა პროექტები გადაეგზავნება საკრებულოს. დააფინანსებს თუ არა, თუნდაც მუნიციპალიტეტი აქვს უფლება, რომ დაამატოს თანხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კონკრეტულ პროექტებს, აი ეს დეტალებიც საინტერესოა. დიახ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე დავასრულეთ მოსახლეობასთან შეხვედრა, 45 სოფელი გვაქვს, 2 დაბა. შევხვდით მოსახლეობას, გავითვალისწინეთ 10 აზრი, ეს კრებები შედგა მოსახლეობასთან კრებები და ძირითადად იკვეთება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს არის საგზაო, ეს არის სასაფლაოს შემოღობა, ეს არის სარწყავი არხების რეაბილიტაცია ან საჭიროება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი უკვე გადაგზავნილია საკრებულოზე, მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაამატებს იმ საჭირო თანხებს, რაც არის ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული, შეგვიძლია 200%-ით გავზარდოთ პროექტის ღირებულება და
აუცილებლად სოფლის მოსახლეობისთვის და მათი აზრის გათვალისწინებით მოხდა ეს ყველაფერი და აუცილებლად დავასრულებთ ამ პროექტებს წლის ბოლომდე. თუ არ ვწდები ხარჯვით ნაწილში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციის და ახლის მშენებლობაც არის დაფინანსება გათვალისწინებული ამ მიმართულებით რა კონკრეტულ პროექტებზეა საუბარი? სტიქიის შედეგად დაზიანებული საფეხმავლო და საავტომობილო 9 ხიდის რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისის რაიონში, ჯამში 6 მილიონით არის განსაზღვრული რეკონდიდან ეს თანხა. დასრულდა ერთი ხიდის მშენებლობა მარტის და აპრილის და მაისის თვეში ყველა პროექტი უნდა დასრულდეს 8 საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი და ეს საკმაოდ კომფორტულს და მოსახლეობას გაუიოლებს გადაადგილებას ბოლნისის მუნიციპალიტეტში. საინტერესოა საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების გეგმა რას მოიცავს 2026-დან და შემდეგი წლების მიმართულებით. როგორია სტრატეგია გრძელვადიანი განვითარება? დაწყილია მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი გეგმის თაობაზე მუშაობა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური, ყოველკვირეულ რეჟიმში ვიკრიბებით, განვიხილავთ საჭიროებებს, მიზნებს, ახალ ამოცანებს და საკვირველი ეს ხდება იმ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით და მიმდინარე პრობლემური და გამოწვევების გათვალისწინებით და შესაბამისად ჩვენი მიზანია ისეთი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა დაიდოს, ისეთი დოკუმენტი შეიქმნას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მოსახლეობის ინტერესებში. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველა პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.